არაერთი გორელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა გიორგი კარელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საერთაშორისო ტურნირი კრივში. 3 დღის განმავლობაში მიმდინარე ორთაბრძოლებს გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ უმასპინძლა. შეჯიბრებაში ქართველ ჭაბუკ მოკრივეებთან ერთად აზერბაიჯანის, მოლდოვისა და ისრაელის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირს საფინალო დღეს დაესწრო საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი. ტურნირი ტრადიციულია და გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩავატარე 3 ორთაბრძოლა, აქედან პირველი ორთაბრძოლა ჩავატარე აზერბაიჯანის პირველ ადგილსანზე, მათ გამარჯვე ძალიან დიდი უპირატესობით. მეორე ბრძოლას ჩავატარე აზერბაიჯანის მეტოქესთან, რომელიც ძალიან გამოცდილი ბიჭი იყო და დავასრულე უპირატესობით და მოვიგე და ბოლო ბრძოლა დღეს ჩავატარე მოლდოվել ბიჭთან, რომელიც იყო თავის ქვეყნის პირველი ადგილსანი და მის დავამარცხა, ძალიან კაი ბიჭი იყო და ძალიან მაყოფილვარ ჩემი შედეგით. და აწი გამოგვადგება ეს მონაწილეობა შემდეგში ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ასევე ვიბრძოლებთ ქართველი მოგრევები. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო უმასპინძლა კიდევ ერთ ღონისძიებას კრივში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს ნაკრები გუნდი, აზერბაიჯანის ნაკრები გუნდი, ასევე მოლდოვისა და ისრაელის ნაკრები გუნდები. ტურნირი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, კარგად ორგანიზებული არის. სპორტსმენები კარგად არიან მომზადებულები და თავიანთ შესაძლებლობებს ავლენენ. ღონისძიება არის გიორგი კარელიძის ხსოვნისადმი საერთაშორისო, რომელიც უკვე რიგით მე-20-ით ტარდება. დღეს სრულდება საქართველოს დამსახურებული მმართველის გიორგი კარელიძის ხსოვნის ტურნირი კრივში. ტურნირი უკვე მე-4 დღე მიმდინარეობს. კარელიძე გიორგი იყო ადამიანი, რომელმაც შედაქარში კრივი შემოიტანა და გახდა სპორტის სახეობა, რომელიც უკვე წარმატებული მრავალი წელიწადია და მის ტურნირს ჩვენ აღვნიშნეთ ყოველწლიურად ტრადიციულად. წელს ტურნირის მონაწილეობა 4 ქვეყანამ მიიღო და საკმაოდ კარგი შეჯიბრება გამოვიდა, კარგი მოკრივეები გამოვლინდნენ და ეს ტურნირი ერთი მოსამზადებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატისათვის. შეჯიბრის დაფინანსდა და დაგვიდგა გვერდში სპორტული IP, გორის სპორტული IP და აგრეთვე კრივის ფედერაციის შესაძლებლობა მას დიდ მადლობა გადაუხადა.